ეკონომიკური ფორუმი დავოში, ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში დაპირისპირება ოპოზიციაში და მმართველი გუნდის ოპონენტების კიდევ ერთი აღიარება საბოტაჟის მცდელობის შესახებ. როგორია ქართული ოცნების გეგმები საარჩევნო წელს და დღის წესრიგი, რომლითაც შეუდგება მუშაობა საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე. საარჩევნო ბარიერი, კენჭისყრის ახალი სისტემა და უძრეველი პოლარიზაცია და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიტიკური რეალობა, გეგმები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების ეფექტი. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხებს მოვისმენთ. ბატონო შალვა, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში. სამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო შალვა, სამწლიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, როგორც უკვე ვიცით, პოლიტიკაში დაბრუნდა. ყოფილმა პრემიერმა დაბრუნების მიზეზად დაასახელა დასუსტებული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების კონტროლს ვერ ახერხებს და რაც მისი განცხადებით მმართველი გუნდისთვის გამოწვევას აჩენს და რაც შეეხება უკვე შესასრულებელ მიზნებს, დაასახელა ევროინტეგრაცია და მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე მმართველი გუნდის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მაინტერესებს რა შეცვლის თქვენ როგორ ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება როგორც ქართული ოცნებისთვის და მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციურ ფლანგზე? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არის, რჩება და იქნება კიდევაც მნიშვნელოვანი და ჩვენ ვნახეთ კიდევაც, რომ ამ გადაწყვეტილებამ უპირველეს ყოვლისა ოპოზიცია ჩააგდო ფაქტობრივად აგონიაში. ხედავთ, როგორ ერთ წამში გაზარდეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და თავდასხმა ქართულ ოცნებაზე, ვინაიდან ხვდებიან, რა თქმა უნდა, რომ მათი შანსები, საარჩევნო შანსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის დახმარება გუნდისთვის ნაკლებად საარჩევნო კუთხით არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისაც ჩანდა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ თავის თავს დამართა საბოლოო ჯამში ის, რომ მათი ნდობა მოსახლეობის მხრიდან ფაქტობრივად არც კი იზომება. ყველა რაც ვნახეთ ჩვენ ყველა კვლევა, ხედავთ, რომ თუ არ ჩავთვლით ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც თავისი რაღაც სტანდარტული მხარდამჭერები ყავს, ყველა სხვა პარტია არც კი ჩანს ხოლმე რეიტინგებში. რაც შეეხება თავად გუნდისთვის მნიშვნელობას, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მაკონსოლიდირებელი როლი, როგორც მას ყოველთვის ჰქონდა, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორც გუნდისთვის, ისევე ზოგადად საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია და მართლაც ასეა, რომ დღეს ქართულ ოცნებას რეალურად უწევს მხოლოდ რაღაც ფანტომური თემების მოგერიება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ჩაკეტილი არის 2-3 საკითხში და ამას ვერ ცდება, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მათ შორის ძირითად საკითხებზე კონცენტრირებას ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს როლი ერთი მაკონსოლიდირებელი როლი გუნდის შიგნით და ეს ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, არამედ საგარეო საფრთხეებს საქართველოს მიმართ და ჩვენ ვნახეთ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც ვიყავით მუდმივი თავდასხმის მხრივ ობიექტები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მხრიდან. წელს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, მოსალოდნელი არის, რომ ასევე იქნება მწვავე მდგომარეობა გეოპოლიტიკური, ამას ემატება, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის შემდეგ უკვე დაემატა ახლა ისრაელში არსებული მდგომარეობა, ხედავთ ირან-პაკისტანის მდგომარეობას ამ დღეებში, ასე რომ ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია და ჩვენ ვრჩებით ერთ-ერთ ოაზისად მშვიდობის და ერთადერთ ოაზისად ლამის მშვიდობის და აი ამ მშვიდობის ოაზის უნდა შენარჩუნება და ამას სჭირდება წელს განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური გუნდის. რა თქმა უნდა, ეს ჩანს როგორც ერთის მხრივ თავად გუნდში და სწორედ ამ ერთსულოვნებით შევძელით ჩვენ, რომ ამ ყველა გამოწვევებისთვის გაგვეძლო და მეორე მხრივ ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ. დღეს ყველა გამოკითხვების მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართულ ოცნებას ექნებოდა მყარი, არათუ მყარი უმრავლესობა, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობაც 60%-ის გარშემო არის ჩვენი დღევანდელი რეიტინგი და ეს დასაბუთებულიც არის. შევხედოთ რა არჩევანი აქვს მოსახლეობას. არჩევანი ქართული ოცნების სახით, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყანას სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა და ოპოზიცია, რომელიც თავად დაპირება არის, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დააწესებენ სანქციებს, საქართველოს მოსახლეობას დააყენებენ ეკონომიკური კრიზისის პირას
და შესაძლო ომის პირას. ამას პირდებიან თან საჯაროდ, ხომ? შემოაქვთ რეზოლუციები და საკანონმდებლო ინიციატივები ლელოს და სხვა პარტიებს, თავარი მათი იდეა რაც არის, ჩარჩენილი არიან 30 წლის წინანდელ პოლიტიკაში, რომ სამტრედიის რკინიგზა უნდა გადაკეთონ. ეს არის მათი პოლიტიკა 21 საუკუნეში 30 წლის შემდეგ სავაზობენ იმავე ისეთ პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობას, რომელიც იყო 30 წლის უკან, როდესაც სამტრედიის რკინიგზას ვკეტავდით და გვეგონა რომ ჩვენ ამით რაიმე როლს შევიტანდით გეოპოლიტიკურ გადაადგილებებში. ბატონო შალვა, ერთის მხრივ იგივე ივანიშვილის დაბრუნების ნაწილში მაგალითად გახარია აუცილებლად აღინიშნოს, რომ დებატებში იწვევს ვიძინა ივანიშვილს, მეორეს მხრივ იგივე ხაზარაძე, რომელიც თქვენ თავადაც ახსენეთ, ლელო ამ შემთხვევაში ახსენეთ და ხაზარაძე, რომელიც დღეებს ითვლის არჩევნებამდე და მესამეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობის ეს ძალად ერთ-ერთ საყრდენ ძალად ყოველ შემთხვევისთვის ოპოზიციურ ფლანგზე რჩება ამ დრომდე გიორგი ვაშაძე. რა შანსები აქვს ოპოზიციას ეს რომ მკითხოთ, მეტნაკლებად ამასთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეთ. თუმცა ისინი ამბობენ, იმის მიუხედავად თქვენ აცხადებთ, რომ 60%-ს აიღებს დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს ქართული ოცნება და ირაკლი ღარიბაშვილმაც ეს განაცხადა სხვათა შორის. დღეს იყო მისი ეს განცხადება. ისინი ერთის მხრივ ოპოზიციას უგულისხმობ ამ შემთხვევაში, ითხოვენ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ისინი უმრავლესობით შემოვლენ საკანონმდებლო ორგანოში 2024 წელს. ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ფაქტობრივად. მოდით ასე კითხავთ, თქვენ გაცხადებული გაქვთ პოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით და ვიცით თქვენი პოზიცია მართველი გუნდის, მაგრამ თუ კი არსებობს რაიმე პირობა, რაზეც შესაძლებელია გაყვეს მართველი გუნდი ოპოზიციას ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით? არა. ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს ქართული ოცნების ხარჯზე მანდატების მიღებას. ეს მათ შეძლეს 2020 წელს, როდესაც 1%-იანი ბარიერი დაწესდა და სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომელიც აქვთ და დაკმაყოფილდნენ ამ მანდატებით. ეს იყო დრო 4 წელი, მათ უნდა გამოიყენებინათ იმისთვის და შანსი მიეცა პატარა პარტიებს, რომ ეჩვენებინათ მოსახლეობისთვის, რომ მათი დღის წესრიგი განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგიდან. სხვა დატვირთვა იმ 1%-იან ბარიერს მეტი არაფერი არ ქონია. ეს იყო მთავარი დატვირთვა. ვერ აჩვენეს ეს ბატონო შალვა. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დატვირთვა, მთავარი რეკომენდაცია მათ შორის ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომ აი ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა დომინირებს ოპოზიციურ ფლანგზე, იქნებ მისცეთ შანსი პატარა პარტიებს, რომ ისინი არჩენონ, გამოაჩინონ თავისი თავი და აჩვენონ, რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიას. 4 წელი გავიდა და რას ხედავთ, პარლამენტი ჩართეთ ნებისმიერი სხდომა პარლამენტის, ნახეთ ნებისმიერი ბრიფინგი ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობა არითმეტიკულად გადანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. აი ეს არის მათი საბოლოო ჯამში შედეგი 4 წლიანი მუშაობისა პარლამენტში, რომ საბოლოო ჯამში ისევ დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის კოლგის ქვეშ არიან იმ პოლიტიკური დღესდღეობის ნაწილი, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ წელსაც არჩევანი მოსახლეობას ექნება ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვადასხვა დანაყოფებისა. მცირე პარტიებისთვის ხომ ეს ხომ იქნებოდა ერთგვარად დამატებითი შანსი. ამას არსებითი მნიშვნელობა როგორც წესი პოლიტიკურ სპექტრში და კონფიგურაციის თვალსაზრისით არ აქვს. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მნიშვნელობა, უბრალოდ ფასი და ღირებულება აქვს პლურალიზმს, მრავალფეროვნებას. ჩვენ დღეს პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ 11 ისტორიული მოვლენა, 11 ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფი გვაქვს, სინამდვილეში ეს არ არის მრავალფეროვნება ჩვენ პარლამენტში. ეს არის არითმეტიკული მრავალფეროვნება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი არის ოპოზიციაში, სინამდვილეში ეს არის ერთი ფლანგი, ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯობია და უფრო კეთილსინდისიერები იქნებიან ისინი, რომ გამოვიდნენ ერთიანი სიით ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რაც გააკეთეს კიდევ დღეს ამ დაშლილებში ვინ არიან, რომ შეხედოთ რესპუბლიკური პარტია ვისი სიით შემოვიდა პარლამენტში, ახლა რომ ვითომ ცალკე არიან ნაციონალური მოძრაობის სიით შემოვიდა. შეხედეთ შიგნით რა ხალხი არის, ხან ის ხალხი, ვინც ნაციონალური მოძრაობის სიაში იყო დღეს, ლელოს სახელით გველაპარაკებიან, ზოგი რესპუბლიკელების სახელით, ზოგი ვის და ზოგი ვის სახელით. ამიტომ დაანებონ ნაცრის შეყრას საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, დაარქვან ყველაფერს თავის სახელით, დადგნენ პატიოსნად ნაციონალური მოძრაობის სიაში ჩაეწერონ და გამოვიდნენ არჩევნებში. თუმცა არსებობენ მაგალითად ოპოზიციურ ფლანგზე მოძრაობები და ძალები, რომლებსაც საკუთარი ამბიციები გააჩნიათ, ასეთებიც არიან ყოველ შემთხვევაში. ბოლო პერიოდში რასაც უყურებთ იგივე განცხადებების მიმართულებით. რა კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ 2024 წლის არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მაგალითად თუნდაც იგივე თქვენს განაცხადეთ, რომ 60%-ს აიღებდა მართველი გუნდი დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს. ანალიტიკოსებსაც რომ მოვისმინოთ, უმრავლესობა ამბობს, რომ განსაკუთრებით სტატუსის მიღების შემდეგ დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები
საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდა მმართველი გუნდი. ეს არ იქნება გარკვეული პრობლემა თუნდაც დემოკრატიის პროცესისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის არის კარგი ის, რასაც გადაწყვეტს ხალხი. ხალხი როგორც გადაწყვეტს, ისე უნდა იყოს ზუსტად წარმოდგენილი პარლამენტი და ასე შევხედოთ ობიექტურად, გასაგებია რომ მაინც მიკრცოება მაქვს, მაგრამ მაინც შევხედოთ, რა არის დღეს ქართული ხალხის ინტერესში. რომ ხელისუფლებაში იყოს ქართული ოცნება, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გაასამაგა ქართული ეკონომიკა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ევროკავშირთან დაახლოებაში, ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ევროკავშირთან რეალურად დაახლოვა საქართველოს ასოცირების შეთანხმებით, ვიზა ლიბერალიზაციით და საბოლოო ჯამში უკვე კანდიდატის სტატუსით, რომელმაც ერთსულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტი გააორმაგა და დღეს ჩვენ ვართ იმ დონეზე უკვე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ახალი მიღებულები იყვნენ თავის დროზე, როცა გაწევრიანდნენ, დღეს უკვე იმ დონეზე არის ჩვენი ეკონომიკა მისული, ეს პოლიტიკური ძალა უნდათ ხელისუფლებაში, თუ უნდათ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბოლო 2 წელი რას თავაზობდა? თავაზობდა, რომ ის ქართულ მოხალისეებს გააგზავნიდა საომრად უკრაინაში, სთავაზობდა რომ დააწესებდა სანქციებს და ჩაკეტავდა ქართულ ეკონომიკას მთლიანად და ფაქტობრივად მიგვიყვანდა ეკონომიკურ კოლაფსამდე, ეს დათვლილი არის ეკონომისტების მიერ, რომ აი ამას რო დაგვეჯერებინა და რო ყოფილიყო ოპოზიცია ხელისუფლებაში დაეწესებინა სანქციები, ჩვენ დღეს გვექნებოდა არა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, არამედ გვექნებოდა -10%-იანი ვარდნა, უფრო მეტი ვარდნა ვიდრე ჩვენ კოვიდის დროს ჰქონდა. დღეს ჩვენ იმ შემთხვევაში რომ გააგზავნიდნენ მოხალისე მებრძოლებს უკრაინაში საომრად, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ან ომის პირას, ან ომში რუსეთთან, ან უკვე დასრულებული ომი იქნებოდა და გასაგებია ვისი ტანკიც იდგებოდა დღეს თბილისში. ასე რომ ამას თავაზობდა დღეს ამ წლებში ოპოზიცია მოსახლეობას და რა თქმა უნდა ამას ხმას არ მისცემს და მეორე რას თავაზობს ოპოზიცია, როდესაც ეგრეთ წოდებულ მესამე ძალის თამაშს თამაშობს. სინამდვილეში რომ არ არსებობს. რას ეუბნებიან ეს მოსახლეობას, რომ სთავაზობენ რომ ჩვენ მოვალთ კოალიციით. ჯერ ეს როგორი აბსურდი არის, გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას, წარმოგიდგენთ პოლიტიკური ძალა რომელიც თავის ამომრჩევას ეუბნება, რომ იცით რა, მე არ მაქვს იმის უნარი, რომ მართო ქვეყანა. მე რაღაცნაირად ცოტა შეიძლება ბოლომდე არ უნდა მენდოთ, ამიტომ სხვებთან ერთად ისე გადაანაწილეთ თქვენი ხმები, რომ მე არ მომცეთ. შეიძლება მე გინდა თუ ხმა მომცეთ, მაგრამ სხვასაც გადაუნაწილეთ, რომ კოალიცია შევკრათ. ან თავის თავსაც კი არ ენდობიან ხელისუფლებაში. რა უნდა ასეთ ხალხს საერთოდ ხელისუფლებაში, რომელიც თავის თავსაც არ ენდობა. ამიტომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესში არის რომ ამ წლის არჩევნებში, 2024 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას მინიმუმ კონდეს სტაბილური და დამაჯერებელი უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად სასურველი იქნებოდა, ვინაიდან სამწუხაროდ არის გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის არჩევის დროს ხო ხედავთ კოალიციური უმრავლესობის საჭიროებებს, რომელზეც ოპოზიცია პირდაპირ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებებს და ამიტომაც ჩვენი ხალხის ინტერესში არის, რომ პარლამენტს კონდეს ამ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. კი ბატონო, თუმცა როდესაც კოალიციაზე საუბრობთ, კოალიციურ ერთობაზე, ოპოზიციურ ფლანგზე და გასაგებია თქვენი პოზიცია ამ მიმართულებით, ერთგვარად ნახეთ როგორი მოცემულობა არის, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართებაში განაცხადა, რომ მათ ისინი გამოიყენეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. რამდენად არსებობს თუნდაც თეორიულად, ჰიპოთეტურად იმის დაშვების შანსი, რომ არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთის ნდობის ის ნიშნული, რომელმაც შესაძლოა თუნდაც დროებით 2024 წლის არჩევნებისთვის გარკვეული ერთობა გამოიწვიოს. ოპოზიციურ ფლანგზე. ეს დებატი თუ დისკუსია მეც ვნახე გახარიას პარტიის წარმომადგენელს და ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელს შორის, როგორ გამოიყენეს ასე შემდეგ. მე მგონი ის ეპიტეტი, რომელიც გამოყენებული იქნა გიორგი გახარიას მიმართ, მოღალატე და მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ეს. მე მგონი ყველაზე კარგად შეიფერეს ეს ეპიტეტი და მე მგონი რასაც უყურებდით, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობასაც ღალატობენ ახლა ამ შემთხვევაში თუ რა იყო ეს დისკუსია, ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ფაქტია ერთი რამე, რომ სამწუხარო გზაზე დგას ეს პოლიტიკური გაერთიანება, თავად გიორგი გახარია, ეს ბედი საქართველოში ისტორიაში ქონია რამდენიმე, რომელიც მოღალატეობრივ გზაზე დამდგარა და შესაბამისი ადგილიც მიუჩენია. წაიკითხონ ხამურა და მიხვდებიან სად არის ასეთი ადამიანების და ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფარსი. არანაირი მესამე ძალები, რაღაც კოალიციები არ არსებობს. არსებობს ნაციონალური მოძრაობა
არსებობს და მის ქოლგის ქვეშ ყოფი პარტიები და ხედავთ ხო ყოველ ჯერზე ხო დასტურდება. იტყვიან რომ არის რაღაც მესამე ძალა, ბოლოს აღმოჩნდებიან ერთად. გახარიას და ნაციონალ-მოძრაობის კოალიციას, ნუ ეხლა ერთმანეთს ამადლიან უკვე ვისთან არის კოალიციაში. ლელო თითქოს ცალკე რო უნდა პოზიციონირება და ნუ არ ვიცი ეხლა მაგაცე მეტი ნაციონალ-მოძრაობის მხარდაჭერი ნაკლებად არის. თუნდაც რომ გავიხსენოთ 2021 წლის პერიოდი და ნიკამელიას დაკავების საკითხი, ყველაზე თავგამოდებული ჩამშლელები მაშინ შეთანხმებებისა და ნიკამელიას მხარდაჭერები ლელო იყო. და ასე რომ ეს ყველაფერი დრო ჭირდება ხოლმე ხანდახან თვეები, კვირეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ვლინდება რომ არის ერთი პოლიტიკური ფლანგი. ამიტომ ჯობია მე მგონი რომ აქედანვე იყვნენ პატიოსანი საქართველოს მოქალაქეებთან 2022 წლის არჩევნებში შექმნან ერთიანი სია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, თუ კი მათ მიიღებს ნაციონალურ მოძრაობას სიაში და გამოვიდნენ პატიოსნად და დადგნენ ამ დააყენონ ეს არჩევანი საქართველოს მოსახლეობას. ბატონ შავა, ასეთ პირობებში რამდენად აკეთებთ იმის დაშვებას, რომ ახალი ოპოზიციური ძალა თავად ქართული ოცნების წიაღშივე წარმოიქმნას? არა, არ მგონია ხო ეს რაღაც ესეთ სპეკულაციებიც მსენია და არა რა თქმა უნდა. ჩვენ საკითხს ვუდგებით პასუხისმგებლობით. ჩვენ 2012 წელს ქართულმა ოცნებამ აიღო პასუხისმგებლობა ქართული ხალხის წინაშე, რომ დაემარცხებინა ის ტირანია და ავტორიტარიზმი, რომელიც არსებობდა ნაციონალურ მოძრაობის სახით და საქართველოს არა მხოლოდ შეეცვალა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გუნდი იმ დროინდელი, არამედ პასუხისმგებლობა აიღო რომ საქართველოს ასე ვთქვათ განევითარებინა ეკონომიკურად და ექცია ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. თქვენ გახსოვთ ჯერ კიდე მაშინ, თქვენ ეს კარგად გახსოვთ კიდევ უფრო ალბათ 2030 რაც ბიძინა ივანიშვილმა როგორც პროექტი დაანონსა და თარიღი და გარკვეული ორიენტირი, რომ ეს უნდა იყოს ის დრო, ის პერიოდი, როდესაც საქართველოს მნიშვნელოვან ასე ვთქვათ, აღშენებლობის შედეგებს უნდა მიაღწიო. და ამ დღეებში თუ ამ თვეებში გვესმის ჩვენს ევროკავშირისგან 2030 როგორც სავარაუდო პერიოდი ევროკავშირის გაფართოების, ასე რომ ქართული ოცნება, როგორც ჩანს, ემთხვევა უკვე ევროპულ ოცნებასაც და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრად და ამიტომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა, გრძელვადიანი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართული ხალხის წინაშე და არ ვაპირებთ, რომ ამ პასუხისმგებლობას გავექცეთ. კი ბატონო. ბატონო შავა, ოპოზიციაზე საუბრობდა, აქვე აუცილებლად უნდა შევეხო მიხეილ სააკაშვილის თემას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, კლინიკა ვივამეთში სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემს, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით. კიდევ ერთხელ წავიკითხავთ ციტატებს. შეფასებაში ნათქვამია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც ვივამედის დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. დასკვნის მიხედვითვე, სააკაშვილის მიერ დაკავებული ფართი იყო განსაკუთრებით დიდი ოთახი და საძინებელი, საერთო ჯამში დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი, ამას ემატებოდა სრულად გამოყოფილი აბაზანა, ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კი იყო. ასევე პრობლემას წარმოადგენდა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია, მას ჰქონდა დივანი, მაგიდა სკამები და მაცივარი. მხოლოდ ბატონ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურდა ონლაინ მედიაზე. სხვა პაციენტებს მხოლოდ ძალიან პატარა ბიბლიოთეკიდან ჰქონდათ ან სახლიდან წიგნებზე წვდომა და არ ჰქონდა ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა და ასევე მათივე შეფასებით სააკაშვილის პალატა სამარტოოს აკანსგავდა. თქვენ საინტერესოა რა ინფორმაცია გაქვთ, თქვათ თუ იქნა მიწოდებული ქართული მხარის მიერ კომიტეტისთვის ის ინფორმაცია, იმის შესახებ თუ თქვათ რა ტიპის რისკებთან არის დაკავშირებული სააკაშვილის, მიხეილ სააკაშვილის სხვა პატიმრებთან ერთად განთავსება. იქნება ეს პალატა თუ საკანი. საერთო ჯამში ტექნიკური საკითხები თუ რაიმე დამატებით მოსაგვარებელია, რა თქმა უნდა, ამას იუსტიციის სამინისტრო მიხედავს, როგორც ვიცი, რაღაც გასეირნებასთან დაკავშირებით, ანუ ეს საკითხები არის, რომლის მოგვარება უმარტივესი არის. მთავარი რაც ამ დასკვნა თქვა, ჩვენს რა გქონდა ეს 2 წელიწადის რად გვაცხოვრებდნენ, რომ სააკაშვილს აწამებენ, წამლავენ. თუმცა დღესაც გაკეთა განცხადებები მისი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები გაკეთა, მაგრამ პირობებში იმყოფება. წამებასთან დაკავშირებით, ესე იგი, ჯგუფმა თქვა, რომ არანაირი წამება არ ყოფილა. დღესაც წავიკითხეთ ფაქტობრივად ამ დასმოში ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს აბრალებდა სააკაშვილის წამებას. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ მოლდოვის იტყუებოდა, როდესაც საქართველოს აბრალებდა სააკაშვილის წამებას. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს აბრალებდნენ სააკაშვილის წამებას. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა
საქართველოს და ქართული ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ტყუილად აბრალებდა საქართველოს სააკაშვილის წამებას. ეს გავიგეთ დღეს. ამიტომ რა თქმა უნდა, რამდენჯერმე სხვა დროსაც მithქვას, მოველით რომ ბოდიშს მოიხდის ხალხი, მაგრამ არ ვიცი, ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხოლმე ხანდახან. სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს პერიოდი, რაც მიხეილ სააკაშვილი არის საჯავახსოვრელ დაწესებულებაში, მთელი ეს ყველა მეთოდი, აბსოლუტურად ყველა მეთოდი დეზინფორმაციის, პროპაგანდის იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი იყო ის მიმართულება, საიდანაც მოდიოდა ეს დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ მილიონები დაიხარჯა თურმე, გავარკვიეთ ამერიკის რეესტრის მეშვეობით, რომ მილიონები იყო დახარჯული ლობისტებში, იმისთვის, რომ ეყიდათ სტატიები, ეყიდათ სატელევიზიო რეპორტაჟები, ეყიდათ პოლიტიკური განცხადებები და ისიც კი გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები შედგენილი იყო ამერიკელი ლობისტების მიერ. აი ასე შეირცხვინა საქართველოს წინაშე თავი ბევრმა ორგანიზაციამ და ბევრმა პოლიტიკოსმა დასავლეთში. ამიტომ ფიქრობ, რომ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა იყო ესეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასე მფარველობს, რომელმაც ჯერ მას, როდესაც მის წინააღმდეგ სასამართლოები მიდიოდა და განაჩენები იყო გამოტანილი, მას იფარებდა სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე რა იყო ეს ძალა, რომელმაც ის მერე შემდეგ შემოაპარა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ აქ აერეულობა მოეწყო და ქართველები ერთმანეთს გადაუკიდებოდით არჩევნების დღეს და რა არის ის ძალა, რომელიც ასეთ ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ იყიდოს მედია, იყიდოს პოლიტიკური განცხადებები და იყიდოს სხვადასხვა რეზოლუციები. არ ვიცი, ამაზე უნდა იფიქროს ხალხმა და ამაზე უნდა მათ შორის უნდა იფიქროს იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ხოლმე საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უწევს ჩვენა ეს წელიწად ნახევარი ვიზბრალდებოდა ეს წამება, მოწამლა, ხო, ჩვენ გვარდებოდა. იუსტიციის მინისტრი გახსოვთ, თქვენ რა თავდასხმის ობიექტი იყო, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ ყველას ეგ ბრალდებოდა, რომ ადამიანს იქ ხორცებს ვაგლეჯდით რამის და ვაწამებდით და საწამლას ურევდით საჭმელში. ეს ხო რეალურად ბრალდებოდა, სერიოზული ადამიანები ლაპარაკობდნენ ამას, პრეზიდენტები და პარლამენტის წევრები ლაპარაკობდნენ ამას, უცხოელები, ხო? ამიტომ აი ამ ყველაფრის გაძლება მოუწია საქართველოს ხელისუფლებამ და ისე გავატარეთ ეს 2 წელი საქართველოს ამ ყველაფერს, ამ ყველა გამოწვევებში, რომ პარალელურად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, პარალელურად ერთი მისხალი საქართველოს ეროვნული ინტერესზე არ დაგვითმია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხედავს მოსახლეობა და რა უკვირს ახლა ოპოზიციას უკვირს, რომ ამ ტყუილების შემთხზელები, ან ისინიც არ არიან შემთხზელები, ისინი შემსრულებლები არიან ხოლმე საბოლოო ჯამში და დირიჟორები სხვები არიან, მათ მისცემს საქართველოს მოსახლეობა ხმას იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ემტერებიან და საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ბატონო შალვა, ნახეთ დღესაც მართვე პოზიციის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთა იმ ტიპის განცხადებები, რომ ეს დასკვნა იძლევა იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს. მე მინდა კიდევ ერთი ციტატა წავიკითხო წამების პრევენციის ეროვნული ევროპული კომიტეტის დასკვნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარევარჯიშის ნაკლებობა და კამერებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. რასაც როგორც უკვე გითხარით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა გამოხმაურება და ეს შეფასება არასათანადო მოპყრობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს. თუმცა მე მაინტერესებს ასეთი რამ. თქვენ როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერს, ხომ არ გაქვთ გარკვეული ინფორმაცია, რამდენად შეიძლება ეს დასკვნა აღმოჩნდეს იმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს სასჯელახსრულების დაწესებულებაში უკვე ვივამბობთ. არათუ დასკვნა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სასამართლო აქტი არის, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი და დაასკვნა, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს მისი გადაყვანის. მისი ჯანმრთელობის თუ დატოვების არ არსებობს საჭიროება სადმე მისი გადაყვანის. ასე რომ გახსოვთ მოთხოვნა იყო მაშინ, რომ არანაირი რაც შეეხება მის სასჯელახსრულების და საკანში გადაყვანა ბიბულის ამას წვეტენ ექიმები და ექიმების გადასაწყვეტია ამ დეტალები მე მგონი საზოგადოებისთვის არ არის საინტერესო. მთავარი არის დიდი სურათი, დიდ სურათში კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, ამაში დამნაშავეები არიან
მისი მფარველები და მისი მხარდამჭერები. მხოლოდ ისინი და თვითონ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა. იმიტომ ჩვენ გვახსოვს ხომ, როდესაც მან შიმშილობა გამოაცხადა და თავს ზიანს აყენებდა იმიტომაც აყენებდა ზიანს, რომ მას იმედს აძლევდნენ, აი ეს რეზოლუციები, ის უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, ის დემარშები დიპლომატების, ის ექიმები, რომელიც მე წინდებით გაქონდათ ჩუმად ანალიზები და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი მას იმედს აძლევდა, რომ ცოტაც ერთი დღეც იშიმშილე, ერთი კვირაც მიამატე, ცოტა კიდე დაიკელი და გიხსნით ციხიდან აუცილებლად. აი ეს ამ იმედებს რო აძლევდნენ, მათ მიაყენეს ზიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და იმედია ეს ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მისი ეგრეთ წოდებული მეგობრები სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მტრები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ დაწერეს ფაქტობრივად ადამიანი ის ასე ვთქვათ აძლევდნენ იმედს, რომ ცოტაც კიდე იშიმშილე, კიდე დააზიანეს საკუთარი თავი და შემდეგ დაგეხსნით და არანაირი დახსნა არ იქნება. მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი ქართული ხალხის წინაშე ჩადენილი და რა თქმა უნდა მისი რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს. კი ბატონო. კარგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე უნდა გკითხოთ, რა იქნება საინტერესო არის პრიორიტეტი, აი ამ თემაზეც გადავიდეთ, შესასრულებელი არის 9 რეკომენდაცია, როგორ წარმოგიდგენიათ საინტერესო ეს პროცესი იმ პირობებში და მაშინ თქვათ, როდესაც ოპოზიციასთან აყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არ გაქვთ. თუნდაც იგივე 12 რეკომენდაციის მიმართულებით და ეს პროცესიც კარგად გვახსოვს. უპირველეს ყოვლისა ჩვენ 2024 წელს შევდივართ ახალი ბიუჯეტით, რომელიც ახალი რეკორდები მოხსნა და რომელიც თლიანად ორიენტირებული არის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე, რომელშიც არის როგორც სოციალური, ისე სამედიცინო მიმართულებით, განათლების მიმართულებით უამრავი პროექტი თუ დაფინანსება ჩადებული, იმისთვის რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა კიდევ უფრო მეტად დაიწიოს და პირველი რიგში რაზეც ვაპირებთ ჩვენ მუშაობას და რაც არ ჩანს ხოლმე აი ამ ასე ვთქვათ ოპოზიციის ყიჟინაში, რომელიც 2-3 თემაში არის ჩაკეტილი, არ ჩანს ხოლმე ის საქმე, რომელსაც რეალურად საქართველოს პარლამენტი აკეთებს, იმ საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და საქართველოს მთავრობასთან ერთად სწორედ აი ამაზე ზრუნვის. ამიტომ ჩვენი მთავარი სინამდვილეში, ჩვენი მთავარი საქმიანობა იქნება ამისკენ მიმართული, რომ კიდევ მეტად გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ის გაჭირვება, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში შეიძლება არსებობდეს, ეს იქნება პირველი მიმართულება. რაც შეეხება 9 ასე ვთქვათ რეკომენდაციას, რომელიც უკავშირდება უკვე მოლაპარაკებების დაწყებას, ჩვენ აქ მივყვებით იმ სამუშაო გეგმას, რომელიც ჰქონდა. მე მგონი ერთი რამეში დარწმუნდა ჩვენი მოსახლეობა ამ წელიწად ნახევარში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაზე წინდახედულად, ყველაზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილად მიყავდა ეს პროცესი და მივიღეთ ყველამ ოპტიმალური და საუკეთესო შედეგი. საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ყველა ის საკითხი, რომელიც საჭირო იყო, გაატარა და ამავე დროს არ დართում არც ერთი სანტიმეტრი საქართველოს ეროვნული ინტერესები. თქვენ გახსოვთ, ხო, რასაუბრდა ოპოზიცია, რასაუბრდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის წინაპირობა კანდიდატის სტატუსის. ამას აპირებდნენ ისინი, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო და მათთვის რომ მიგვეცა შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების და სხვანაირად არ მოგცემენ. ხომ ნახეთ, არ არის დაწესებული სანქციები, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ასე შემდეგ. აი ეს 2-3 თემა, რაც მათ აქვთ და მუდმივად ატრიალებენ ხოლმე. წელსაც ზუსტად ასე ვიმოქმედებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით, ვისაც უნდა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღია არის, იქნება აუცილებლად ფორმატები დისკუსიის, მსჯელობის ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ დაგვეხმაროს, სიამოვნებით შეუძლია დაგვეხმაროს. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებას, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რა იყო მათი დღის წესრიგი, ეს იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების შეწირვა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც არ არის ჩვენი ხალხის ინტერესებში. ამიტომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გვექნება აქტიური მუშაობა.
გასაგებია, გექნებათ აქტიური მუშაობა, გვაქვს კანდიდატის სტატუსი და გვაქვს 9 დათქმა. 9 დათქმასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით კითხავთ, თუმცა მანამდე, მაშინ როცა ევროინტეგრაციის საკითხზე ვსაუბრობ და აი ამ პროცესში ოპოზიციის როლზე, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა მამუკა გამყრელიძემ დაადასტურა რამდენიმე თვის წინ, თუნდაც კი ხათუნა სამნიცის მიერ ნათქვამი ფრაზა და პოზიცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებდნენ არ მიეცათ სტატუსი ქვეყნისთვის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. მართველი გუნდი ღიად საუბრობდა ამაზე და თქვენ თავად სტუდიაში არაერთხელ გითქვამთ და სხვა ქართული ოცნების სხვა ლიდერებსაც ამ სტუდიაში არაერთხელ უსაუბრე ამ საკითხზე. აი ამ პირობებში ფიქრობთ, რომ თქვათ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების ნაწილში საკუთარ წილ პასუხისმგებლობას აიღებს? არა, რა თქმა უნდა, მათ არც აქამდე აუღიათ პასუხისმგებლობა და არც ახლა მგონია რომ რაიმე პასუხისმგებლობა იგრძნონ. მათი თავარი პრობლემა და არა თავარი ასე ვთქვათ, ქცევის ხასიათი არის ამაში, რომ ერთადერთი მიზანი აქვს დააზიანონ ხელისუფლება და მზად არიან ამას შეწირონ ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ შორის ქართველი ხალხის სიცოცხლე. იმ მხრივ რომ გააწირონ ეს ქვეყანა შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ასე რომ ოპოზიციის იმედად, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით. ხა ოპოზიციის იმედად რო ყოფილიყავით, არც ახლა არც კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა და რა უბედურება იქნებოდა დატრიელებული ამ ქვეყანაში, ეს კიდე სხვა საკითხი არის. ამიტომ ჩვენ ანუ დემოკრატია ამასაც გულისხმობს ქართულმა ხალხმა სახელისუფლებო მანდატი მისცა ქართულ ოცნებას, ამიტომ ქართულ ხალხს რა თქმა უნდა აქვს მოლოდინი რომ ქართული ოცნება ამ გზაზე იქნება და მიიღებს შედეგებს. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ცდილობენ ახლა კიდე ისტერია შექმნან მოლაპარაკებების დაწყება არ დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის კანდიდატის სტატუსი. შემდეგი ასეთი წონის პოლიტიკური გადაწყვეტილება შემდეგი იქნება უკვე წევრობის მონიჭება. სხვა დანარჩენი შუალედური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ასეთი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ჩვენ გვექნება დაახლოებით 35. ყოველ თავთან დაკავშირებით, რომელიც არის შემდეგ მოლაპარაკების ნაწილი, ასევე კონსენსუსით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირმა, რომ გაახსნას მოლაპარაკება პირველ თავთან დაკავშირებით, შემდეგ რო შევასრულოთ დახუროს. ამაზეც 27. 27 უნდა დაახლოებით 100 ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები ევროკავშირს. ხა თუ აპირებენ ყოველ ჯერზე ისტერია ჩაატარონ, როდის დაიწყო, როდის დამთავრდა, ეხა ეს გასაგებია რომ რაღაც გარკვეული манипуляცია, მაგრამ თავარი არის არა ის, როდის დავიწყებთ ჩვენ მოლაპარაკებას ამა თუ იმ თავზე. თავარი არის, როდის დავხურავთ მოლაპარაკებებს და როდის გავხდებით წევრი ქვეყანა. ჩვენ უკრაინაზე გვიან დავიწყოთ მოლაპარაკება ასოცირების შეთანხმებას, უკრაინაზე გვიან დავიწყოთ მოლაპარაკება ვიზა ლიბერალიზაციაზე და ერთსა და მეორეზე დავასწარით უკრაინას და ველოდებოდით მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია 6 თვე ველოდებოდით. უკრაინას გამოვიჩინეთ ასეთი მეგობრული ჟესტი, დაველოდოთ 6 თვე, რომ მათაც დაემთავრებინათ რეფორმები და 2017 წელს ერთად მოხდეს ვიზა ლიბერალიზაცია. ამიტომ ჩვენ მუშაობთ დაახლოების პაკეტებზე, ჩვენ კანონმდებლობას უახლოებთ ევროკავშირს, რაშიც არ იღებს მონაწილეობას ოპოზიცია. ჩახედეთ რა კანონები მივიღეთ, წყლის რესურსების მენეჯმენტთან და მართვასთან დაკავშირებით, სხვა საკითხები მომხმარებელთა უფლებებზე ასე შემდეგ. არსად არ იყო ჩართული ოპოზიცია, ხო ევროკავშირი აინტერესებს თითქოს და მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და რაც არის მართლაც ევროკავშირთან დაახლოება, იქ საერთოდ არც დისკუსიაში არ ჩართულები, არც ხმას აძლევენ ხოლმე ამ კანონპროექტებს. ჩვენ ეს დღის წესრიგი გვაქვს, წელსაც გვექნება ბევრი კანონი სწორედ დაახლოების, ამიტომ ჩვენ საქმეს წინ წევთ, როცა დაიწყება მოლაპარაკება, მთავარი ის რომ დავხუროთ მალე და რა თქმა უნდა, თქვა კიდევაც ირაკლი კობახიძემ, რომ ჩვენ უფრო ადრე დავასრულებთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ვიდრე ამას შეძლებს უკრაინა და მოლდოვა. წარმატებებს გისურვებთ ამ ნაწილშიც. ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების გეგმაში აუცილებლად უნდა გკითხოთ დათქმა ნომერ 8-ზე. რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას მრავალსექტორული სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. გვახსოვს მთელი ეს პროცესი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რა პროცესიც მიმდინარეობდა, მათ შორის განცხადებები, როგორც ოპოზიციის, ისე მართველი გუნდის, ისე მესამე სექტორის მხრიდან და ბატონო შალვა, მაინტერესებს ასეთი რა ფორმით დაუბრუნდება მართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის გეგმის შესრულებას. თუ დაუბრუნდეთ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ გეგმის შესრულება, აი გახსოვთ ახლა ნაახალ წლებს რომ უცებ ისტერიის ატეხვა გადაწყვიტეს რომ აბა როდის დაიწყება ხა 9 რეკომენდაციაზე მუშაობა.
მე მგონი ოპოზიციას თავისი მოქმედების გამო ავიწყდება ხოლმე. ჩვენ დეკემბერში მივიღეთ უკვე ცვლილებები, მაგალითად საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეხებოდა პარტიების დაფინანსების საკითხს, იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და ასევე მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის შემცირებას. ეს მივიღეთ და მათ ხარი არ დაუჭირეს ამას. მიუხედავად იმისა, რომ დახურულ კარს მიღმა საუბრობდით, ყველამ თქვა რომ ეთანხმება და არ აქვს პრობლემა, შემდეგ გარეთ გამოვიდნენ და დაიწყეს ხა უნდა შეგვზღუდონ ოპოზიციის დაფინანსება და ასე შემდეგ, ხარი არ დაუჭირეს ამ გეგმის განხორციელებას. ასე რომ თუმცა დახურულ კარს მიღმა რა არგუმენტი როგორი იყო მათი არგუმენტები რატომ არ იყო პრობლემა? არ იყო იმიტომ რომ ერთის მხრივ მათაც მათაც და ზოგადად იურიდიულ პირების მხრიდან დაფინანსება არ არის იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, ზოგადად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არ ხედავდნენ ამაში რამე პრობლემას და თან მოთხოვნა არის ვენცის კომისიის რეკომენდაცია იყო ესეც, ისევე როგორც თლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის დაწევა და ანუ არგუმენტი რაიმე საწინააღმდეგო არ ქონიათ და ხომ ერთის მხრივ ხო აბრალებენ ხოლმე ქართულ ოცნებას რომ რაღაცა ბიზნესი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბიზნესის თუ იურიდიულ პირებისგან დაფინანსების შეზღუდვა არის ამათონო იყო რეგულაცია და მხარი არ დაუჭირეს. ანუ ახსნა არ აქვს. თქვენ ნუცდილობთ რომ რაიმე რაციონალი მოძებნოთ ოპოზიციის მოქმედებაში. ერთადერთი რაციონალური ახსნა მათ მოქმედებაში არის ის, რომ არ დაფიქსირდეს, რომ ისინი ქართულ ოცნებასთან ერთად რაიმეს უჭერენ მხარს და აქვთ რაიმე თანხმობა. და სხვანაირად ვერც იქნება. ის ფიქრობთ რომ ეს უქმნის უხერხულობას ოპოზიციას? თავისთავად როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც მთელი ნარატივი ოპოზიციის ყველას აბსოლუტურად აწყობილი ერთ რამეზე რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, პრემიერ-მინისტრის სავარძელში და რაღაც ყველა ამ სავარძლებში ზიან პუტინის ესენი რა ქვია მოკავშირეები და საქართველოს ხელისუფლება აღებული აქვს რუსეთს. აი ზანეთ უნდა ან რა გულით მოდიან საერთოდ პარლამენტში და სტომათა დარბაზში შეხედან, ხელში იარაღი უნდა ეჭიროთ და აჯანყებას უნდა ორგანიზებდნენ. ხო, ანუ ამაში რომ გულწრფელები იყვნენ საკუთარ თავთან, მაგრამ ეს არის ის ნარატივი, რომლითაც და ის ასე ვთქვათ გარკვეული ხო ნუ ტვირთი თუ ბოღმა, რასაც ისინი ყვებავენ თავის ამომრჩევლებში წლებია უკვე, ხო, 12 წელია ხო ამას აკეთებენ, სხვა რაიმე ხსმენიათ ნაციონალურ მოძრაობისგან, რუსის ძახილისგან გარდა რამე ხსმენიათ საერთოდ რაციონალური რამე თემასთან დაკავშირებით, ხანდახან გახსენება მინდა ხოლმე რომ რაიმე დებატი, დისკუსია შინაარსობრივი საერთოდ რამესთან დაკავშირებით ერთადერთ რამესთან მახსენდება არის საპენსიო ფონდი და იქაც თავი შეერწყინეს იმ მხრივ რომ პენსიები არ უნდათ რომ იყოს საბოლოო ჯამში ღირსეული ამ ქვეყანაში. ამიტომ რა თქმა უნდა მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ისინი ამ ბოღმის წრეში არიან ჩაკეტილი და უიძულებული არიან რომ ყვებონ მათ შორის საკუთარი ამომრჩევლები ამით. ამიტომ არანაირი მოლოდინი რომ ნაციონალურ მოძრაობამ ის სატელიტები რამის ხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს. კარგით, ბატონ შალვა, დანის ელჩის განცხადებაზეც უნდა გკითხოთ ბიძინაევაშვილთან დაკავშირებით. დანის ელჩის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ეს გარემოება, რომ ყოფილი პრემიერი ოლიგარქად იყო მოხსენიებული, ახსნილი იყო იმით, რომ კონტექსტის გარეშე იყო გამოყენებული. და ციტატა მინდა წავიკითხო, ხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიც, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. ელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარის გას. რას ნიშნავს, როგორ ფიქრობთ? თქვენი პოზიცია როგორია, თქვათ ელჩის და მეორეს მხრივ საელჩოს განცხადებები აი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. ამაზე ვთქვი მე კიდევაც ის ახსნა რომ კონტექსტი არ იყო სწორად გაგებული, ნუ ეს ერთ-ერთი შემა მიუთითეს თავად ელჩის არაკომპეტენტურობაზე, ვერ შეძლო მან როგორც ჩანს სათანადო კომპეტენტურობით გადმოეცა საკუთარი მოსაზრება სათანადო კონტექსტში. ამიტომ რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ასეთი არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში გამოიყენება შემდეგ უკვე დაპირისპირებისთვის და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თავად წარმოდგენილ ქვეყანას აყენებს ზიანს, როდესაც ელჩის არაკომპეტენტური განცხადებები ქვეყნის შიგნით თავად ღელვარებებს იწვევს. მე მგონი თვითონ დანის საელჩოს მიხვდა რომ ეს იყო გარკვეული შეცდომა და არაკომპეტენტურობა ელჩის მხრიდან და ნუ კი ბატონო, ჩავთვალოთ რომ ასე იყო და გავიაროთ ამ ფაქტის შემდეგ ხომ არ ქონდათ გარკვეული კოორდინაცია, შეხვედრა, კომუნიკაცია რაიმე ფორმით? რა თქმა უნდა არ ქონია. ამიტომ ფაქტია რომ განცხადება გულისხმობს იმას რომ მას არ უნდა და მის თქმა, ეს ასე არ გულისხმია, ეს იყო სხვა კონტექსტი, არ ვიცი სიტყვა შეეშალა თუ რა მოვიდა. ნუ ჩავთვალოთ რომ გავიარეთ ეს თემა. ბატონ შალვა, სამებაში მოხდა რუსია მონოფაქცია უნდა გკითხოთ, თემები საკმაოდ ბევრი არის.
დრო ცოტა გრჩება, რატომ გახდა აუცილებელი ვთქვათ აი კანონმდებლობის გამკაცრების ინიცირება სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ანუ ვერ უზრუნველყოფ შეიძლება ითქვას მოქმედი რეგულაციები აი ესეთი შემთხვევების დამოცემულობის პრევენციას თუ სასჯელის ფორმა არ არის შესაბამისი, ანუ რისგან დააზღვევს საზოგადოებას ახალი რეგულაციები? უპირველესად მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზულად უნდა იმსჯელოს და დაფიქრდეს, რასაც ქონდა საქმე. ეს არისო ერთეული ინციდენტი და რაღაც შემთხვევითი მოვლენა, ჩვენ რაც ვნახეთ ამ შობაზე ზოგადად. ჩვენ ვნახეთ რა, ერთი, უპირველეს ყოვლისა, თავად პერსონაჟებია, ხო, აქ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბატონი კანდელაკი, რომელმაც თავდაპირველად დადო ვიდეო სამების საკათედრო ტაძრისა და ჩვენ ვიცით რომ მოვისმენთ შემდეგ რომ ეს ხატი იქ უკვე რამდენიმე თვეა თუ წლებია უკვე არის და მე მაქვს დიდი ეჭვი რომ ეს ამბავი ცნობილი იყო უკვე ბატონი კანდელაკისთვის დიდი ხნით ადრე და ის ინახავდა ამას სპეციალურად შობის დღისთვის. იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა ქართული ეკლესიისთვის და ბატონი კანდელაკი გამოირჩევა ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ რაღაც გარკვეული მოქმედებებით და რაღაც არ ვიცი მე ასეთი რა ცხოვრება უნდა განვლო ადამიანმა რომ ეს მანტიის მოსხმის სურვილი ქონდეს და იყოს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ქვეყნის ეკლესიის მტერი. და ვფიქრობ რომ მან ეს შემოინახა ამ დღისთვის სპეციალურად იმისთვის რომ შეიძლება მეტი ემოციები ყოფილიყო. ნახეთ შემდეგ და ცდილობდა ეს რა თქვა საზოგადოების მიეწოდებინა როგორც სტალინის ხატი. თქვა ჩვენ დღემდე ის იყენებს ამ ტერმინს სტალინის ხატი, იცის რა თქმა უნდა ძალიან კარგად რომ ეს არანაირი სტალინის ხატი არ იყო და სპეციალურად აკეთებს ამას რა თქმა უნდა რომ დაამძიმოს ემოციურად. მიზანი არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბატონი კანდელაკი, ხო ეს ცალკე მომენტი არის, რომ ის გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის თავს, ასე ვთქვათ, წარმოაჩენს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სოვლაბის, რომელიც კიდე თავის მხრივ გამოირჩევა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით. ამავე დროს ის არის ევროპული საქართველოს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. აი ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რა აბსურდში არის საერთოდ გადასული ჩვენი არასამთავრობო სექტორი, სადაც პოლიტიკოსებს წარმოგვიდგენენ არასამთავრობო სექტორად, რომელსაც აფინანსებს შემდეგ უცხოელი დონორი და აქ უკვე ძალიან მკაფიოდ იკვეთება უცხოელი დონორების პასუხისმგებლობა და საბოლოო ჯამში ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის და ეს პარტია კი თავის მხრივ გამოირჩევა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით და იმ ეპითეტებით, რომელსაც იყენებენ საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ამის პარალელურად ვითარდებოდა ხაზი შობის დღესთან დაკავშირებით 7 იანვარი და 25 დეკემბერი და აქ აბსოლუტურად ანტიევროპულ ასე ვთქვათ მინდორზე შევიდა ოპოზიცია და NGO სექტორი. მათ ფაქტობრივად დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა და 7 იანვარი ეს არის თითქოს რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი რომ მართლმადიდებულ სარწმუნოებას გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. აი ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი და ამას სერიოზულად უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოება. და ჩვენ ვისმენდით ფაქტობრივად გაუგონარი რაღაც ხდებოდა და გარკვეულწილად არ ვიცი ეს შეიძლება უკვე ჩვენი ემოციური რაღაც რეაგირებაზე უარის თქმის რაღაც ასე გორეობაში ვართ რომ რეალურად მილიონობით მორწმუნეს თქვენ მე სხვებს უთხრეს რომ 7 იანვარს თქვენ აღნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. და სხვა ჩვენს იცით ვინ თქვა ეს გარდა იმისა რომ კანდელაკი და სხვა ასე ვთქვათ ოპოზიციონერი იყო მათ შორის ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექამ ინდიაშვილმა რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. და ამიტომ მე სახალხო დამცველსაც მინდა მიმართო. როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი რომელმაც საჯაროდ განაცხადა რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის რაღაც ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა. როგორ იღებს ისიც, როგორც ქრისტიანი ადამიანი, მათ შორის ლევან იოსელიანს გულისხმობ, მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც ჩვენ გითხარით, ჩვენ 7
იანვარს არა ქრისტესშობას აღნიშნავთ, არამედ აღნიშნავთ რაღაც სიტყვით ამასთან უნდა ფაშისტურ რაღაც სლავონისტურ თუ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. აი ამას გვეუბნება ჩვენ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ასეთი არატოლერანტული განცხადებებით. ამიტომ მე საჯაროთაც მიმართავ ბატონ ლევან იოსელიანს, სახალხო დამცველს, რომ არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის ახლა თავის შინაარსი ან თუ შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემოწყალებას იჩენს და რომელიც პირდაპირ ანტიეკლესიური რადიკალიზმით არის დაკავებული, ეს არ არის მისი ერთადერთი განცხადება, ის გამოირჩევა ზოგადად ქართული ეკლესიის მტრობით და პატრიარქის წინააღმდეგ, მათ შორის მტრობით და მტრული რიტორიკით, რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც, როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს აყენებს ჩრდილს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როგორც პარლამენტისთვის, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება, რა ვიცი, ვინც აქ არის პასუხისმგებელი ამაზე, არატოლერანტობა და რელიგიური შემომწყალებლობა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელისგან, ეს უკვე თავის მხრივ ოქსიმორონი არის, იმიტომ რომ თავის თავს გამორიცხავს გარკვეულ წილად და მიმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველს ამაზე ექნება შესაბამისი რეაგირება. და მეორე, ჩვენ ფაქტობრივად და შემდეგ უკვე რაც ვიხილეთ, ანუ პირველი შეიქმნა ისტერია, აბსოლუტური ყალბი ისტერია. თარიღთან დაკავშირებით, ეს აბსურდი არის და აღარ მინდა ამის ახსნა დავიწყო, იმიტომ რომ საერთოდ თვითონ ის რომ NGO-ებმა და პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ მათ აქვთ უფლება რომ ისაუბრონ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით, ეს ცალკე მოვლენა არის საერთო ჯამში. და მეორე და იგივე ხათთან დაკავშირებით ეს ისტერიის შექმნეს და ამ ისტერიამ მიგვიყანა. ხათთან დაკავშირებით აუცილებლად. ამ ისტერიამ მიგვიტანა საბოლოო ჯამში იქამდე, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოხდა ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფა. მე სხვა არ მახსენდება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხო ხატი. აი ეს მოხდა და ამასაც თითქოს რაღაც ვიგებთ ნორმად, თუ არ ვიცი, თითქოს რეაქცია ამაზე რა უნდა იყოს, მაგრამ ამას უნდა შეხედოს ახლა ყველამ. ყველამ ვინც როგორ დაიწყო ეს ისტერია და იმ NGO-ების მონაწილეობა ამ ისტერიაში და ამ მათ შორის სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებაში ბატონო შალვა, ნახეთ რელიგიურ ნიადაგზე, როდესაც ყოფილა და წლების განმავლობაში ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ყოფილა თქვა გარკვეული შეხლა შემოხლა, სიტყვიერი დაპირისპირება, მათ შორის თქვა გარკვეული აქტიურობა, არასასიამოვნო და ასე შემდეგ, არასამთავრობო სექტორი და მესამე სექტორი ზოგადად გამოირჩეოდა აქტიურობით და ასეთი მკვეთრი და მწვავე განცხადებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მესამე სექტორი დუმდა. რით ახსნით მათ აი ამ დუმილს? იმიტომ ისინი მონაწილეობდნენ ამაში. ანუ ზუსტად მესამე სექტორი თუ გულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, SOVLAB-ის წარმომადგენელი ბატონი კანდელაკი, რომელიც შეთავსებით არის პოლიტსაბჭოს წევრი ევროპული საქართველოსი. SOVLAB-ის წარმომადგენელმა მთლიანად დადგა ეს სკანდალი ყველა თავისი ვიდეო გაფორმებებით თუ შემდეგ სტატიების მიზღვნით ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ ისინი მონაწილეები არიან. თქვენ რა გონიათ ახლა შემთხვევითი არის რომ თუ დააკვირდებოდით მათ შორის სოციალურ ქსელში ზოგიერთი NGO-ს აქტივობას დემონსტრაციულად 25 დეკემბერს რო ულოცავდნენ შობას ქართულ ხალხს და რომ დუმდნენ 7 იანვარს. ეს რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი რომ მართლმადიდებლობა გამოაცხადონ რუსულ რელიგიად. აი ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი. ამიტომ აქ ვფიქრობ ახლა უკვე ერთად აქ უკვე თავისი წილი პასუხისმგებლობის აქვთ იმ დონორებს, რომლებთა დაუდევრობითაც მივიდა აქამდე მდგომარეობა, რომ პირველად დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ეკლესიაში მოხდა ხატის შეურაცხყოფა. ამიტომ დონორების პასუხისმგებლობამდე მიდის საბოლოო ჯამში. ამ ყველა ორგანიზაციის უკან დგას გარკვეული დონორი და მე სხვადასხვა დროს მქონია მათთან საუბარი სხვადასხვა რაღაც ასეთ გადაცდომებთან დაკავშირებით, რომ და მაშინ არის რომ ჩვენ ვაფინანსებთ და არ ვერევით და არ არის ეს აღარ ჩარევა, აღარ გამოვა, იმიტომ რომ დაფინანსებით ისინი ერევიან. დაფინანსება უკვე თავად არის მონაწილეობა პროცესში და კეთილი უნდა ინებოს ყველა დონორმა, რომელიც აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებული არიან
ფაქტობრივად ანტიეკლესიური რადიკალიზმით ყველამ უნდა იზრუნოს ახლა იმაზე რომ შეაჩეროს ეს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მე რა თქმა უნდა მაქვს მოლოდინი ამის, იმიტომ რომ აქ არ არის რაიმე ბოროტი განზრახვები ხო დონორების მხრიდან. ეს არის გარკვეული არ ვიცი რატომ ჩამოყალიბდა ზოგ დონორშეს დამოკიდებულება, მუდმივი გადაფარება თავისი NGO-ებზე, რომ აღაცნაირად არ მოხდეს მათი კრიტიკა, არ მოხდეს მას ზემოქმედება, მილიონი ასეთი მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ობიექტურ კრიტიკას იმის ნაცვლად რომ მოხდეს ამაზე რეფლექსია და გარკვეული რეაგირება, ხდება უაპელაციო დაცვა თავის მიერ დაფინანსებული NGO-ების და აი აქამდე მივყავართ საბოლოო ჯამში. რატომ საინტერესო არგუმენტები, როდესაც თუ კი არის საპირწონე არგუმენტები და თუ კი მიეწოდებათ მათ ეს საპირწონე არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში ვთქვათ რა შეიძლება იყოს მათი мотиваცია დაცვის ნაწილში, NGO-ების დაცვის ნაწილში. ეს რაღაც გარკვეული სიფრთხილე ასე ვთქვათ, თითქოს ხელისუფლება არის ძლიერი, NGO სექტორი არის სუსტი და ხელისუფლება არ დაჩაგროს NGO სექტორი. მე მგონი დღესდღეობით 21 საუკუნეში ცოტა ამოტრიალებული არის მდგომარეობა. იქნება ეს მედია თუ სხვა ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს, ეს უთანასწორობა ხელისუფლებასა და თქვათ არასამთავრობო სექტორს შორის აღარ არის ისეთი დიდი და ისეთი ვერტიკალური, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება მე-20 საუკუნეში იყო და 90-იან წლებში იყო ან 2000-იან წლებში იყო. დღეს NGO-ებს უფრო ესეც სხვა დროსაც მithქვამს. დღეს ყველაზე დიდი 5 NGO, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც ელიტურ NGO-ებსაც ვეძახით ხოლმე და მონოპოლიზირებული აქვს ფაქტობრივად საგრაფო დაფინანსება, ყველაზე დიდი 5 NGO, რომელიც რეალურად პოლიტიკურ პარტიებად არიან და ისე იქცევიან, რეგისტრირებული რო იყვნენ პოლიტიკურ პარტიებად, იქნებოდნენ თავისი ბიუჯეტით ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტიები. მათ შორის რიგ შემთხვევაში შეიძლება ქართულ ოცნებაზე მეტი ბიუჯეტიც ქონოდათ, მაგრამ გარანტირებულად იქნებოდნენ აი ქართული ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობის შემდეგ იქნებოდა 5 NGO და შემდეგ ეს ყველა პატარა პარტიები. რომელია ეს 5 დიდი მსხვილი ელიტური NGO? ვინც არის ასე თქვა, ცნობილი დიდი NGO-ები, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ასე შემდეგ, რომელსაც წლიური ბიუჯეტი აქვს 3-4 მილიონი ლარი. და ამის საპირწონედ რო აიღოთ, არ ვიცი, რესპუბლიკური პარტია, რომელიც წლიური ბიუჯეტი არის 200,000 ლარი. რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთ პარტიებზე დომინირებს მათ შორის ასეთი NGO და რა თქმა უნდა, მე ასეთი NGO-ები თავის თავს უფლებას აძლევენ და ესეც ხო გვახსოვს თავად აღიარეს შემდეგ, რომ სახალხო დამცველის არჩევის დროს აი ამ სწორედ პატარა პარტიების წარმომადგენლებზე მიდიოდა პირდაპირ ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანისთვის და რატომ მიდიოდა ეს ზეწოლა, რატო აძლევენ თავის თავს ამის უფლებას ეს NGO-ები, იმიტომ რომ მათ აქვთ ფინანსური რესურსები, მათ აქვთ მხარდაჭერა და იციან, რომ მათ შეუძლიათ ზემოქმედება პარტიებზე და აქედან გამომდინარე თავსაძლევენ რომ პოლიტიკოსებზე, თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატებზე მოახდინონ ზეგავლენა. ასე რომ კიდევ ერთხელ რაც შეეხება აი ამ უპრეცედენტო კოორდინირებულ თავდასხმას ქართულ ეკლესიაზე, რომელიც ჩვენ შობას ვიხილეთ და სხვათა შორის მოსახლეობასაც მინდა კიდევ ერთხელ უთხრა. ამ შობის თარიღზე რო აქვთ ერთი ამბავი ატეხილი ამ NGO-ებს და ოპოზიციას. აღდგომასაც ჩვენ სხვათა შორის სხვა დღეს აღნიშნავთ, ვიდრე ამას აღნიშნავს დასავლური ეკლესიები. ამაზე რატომ არ აქვთ პროტესტი? რატო ამაზე არაფერს არ ამბობთ საერთაშორისო? არა, სხვა დროსაც სხვა რქონიათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს იყო პირველად ასეთი მასშტაბური თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოხდა ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფა და ფაქტობრივად გადალახული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა გაანალიზოს ეს, როგორც იმ NGO-ებმა, პარტიებმა და თითქოს ჩუმად რომ იყვნენ ზოგიერთები და თავის ტელევიზიებს რო ალაპარაკებდნენ გულისხმობ ლელოს ნაციონალურ მოძრაობას. აბა შეხედეთ TV პირველის და მთავარის სარედაქციო პოლიტიკა იმ დღეებში რა იყო. იდგნენ და მღვდელმსახურება შეჩერებულ ადამიანებს აკომენტარებდნენ კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს და პირდაპირ დაკავებული იყვნენ ზუსტად იმ ნარატივს ატარებდნენ, იქნებოდა ეს ამ ეგრეთ წოდებული სტალინის ხატის, ანუ ტყუილი ტერმინი, აი რუსული კანონი ხო დაარქვეს, არა აი სტალინის ხატი, აი აბსოლუტური ტყუილის გამოგონება, ბრენდირება, გარკვეული ასე ვთქვათ, მიწებება სახელის და ამაზე ემოციებზე თამაში. ასე რომ ყველას და მათ შორის განსაკუთრებით დონორებს მოუწოდებ, რომ ჩახედონ
რითი არიან დაკავებული ის ორგანიზაციები, რომელსაც ისინი აფინანსებენ, ნახონ მათი იმ შემთხვევაში და ნახონ, რომ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ NGO-ს აქვს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, ამ მტრულ რიტორიკას ისინი იზიარებენ თუ არა და თუ არ იზიარებენ, რა თქმა უნდა, შესაბამისად უნდა კონდეთ რეაგირება ამ საკითხზე. გასაგებია, თქვენი პოზიცია წერილიც კარგად ვიცით, წავიკითხეთ, არაერთხელ შინაარსიც გავიაზრეთ. კი ბატონო, თუ ვინმეს არ აქვს საკითხული, ვურჩევ რომ წაიკითხოს. ბატონო შალვა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბოლოს იმის გათვალისწინებით, რომ დრო პრაქტიკულად ამოიწურა, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და აუცილებლად თქვენ მოლოდინთან დაკავშირებით. ერთი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და ირაკლი ხარიბაშვილი, მეორე ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. მაინტერესებს თქვენი მოლოდინი როგორი არის? აი ამ ვიზიტებიდან რა შედეგებს ელოდებით და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ არის რაც მთავარია მნიშვნელოვანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. უბრალოდ ყოვლისა ჩვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის და ვიზიტი დაოში, რომელიც უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა ეკონომიკურ საკითხებს ეძღვნება ხოლმე და მათ შორის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და მისი შეხვედრები, რაც არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ეპიცენტრი დღეს პოლიტიკური საკითხების განსახილველად. მათ შორის ნახეთ საქართველოს ხელისუფლების შექება იმ და მიკვირს სხვათა შორის პარლამენტის წევრებიც იყვნენ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სერიოზული გამოწვევები ჰქონდა ტყუის შემცველობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, როდესაც გარკვეული ხნის წინ ჩატარდა კვლევები და აღმოჩნდა რომ და ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს ბავშვებს და არასრულ წონებს, როდესაც სისხლის შემცველობაში აღმოჩნდა ტყუის დიდი შემცველობა და უმოკლეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რომ შესაბამისი რეაგირებით, შესაბამისი რეგულაციებით, შესაბამისი მოწესრიგებით იქნებოდა ეს წყლის მიწოდების სისტემების რეაბილიტაცია თუ ასე შემდეგ, სხვა საკითხები აქ მიეღწია განსაკუთრებული შედეგების და ეს აღინიშნა ამ უმაღლეს პლატფორმაზე და ეს თითქოს არის მე-17 ხარისხოვანი საკითხი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და თურმე მნიშვნელოვანი საკითხი არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს გადაგდება ეკონომიკურ კრიზისში ყოფილა მათთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და ვიზიტი და ასევე ჩინეთს რაც შეეხება. და აქაც კიდე მინდა ორი საკითხსა გავუსვა ხაზი. ერთი ჩვენ ხედავთ პირდაპირ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რაც შეეხება ჩინეთთან მიმართებაში, მათ შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს და ამავე დროს აი ჩვენ ხომ მთელი ჩვენი 30 წლიან დამოუკიდებლობის პერიოდში ხო და მათ შორის ამ დამოუკიდებლობას მივიღებთ. რაზე ვსაუბრობთ? განსაკუთრებულ როლზე საქართველოს როგორც დამაკავშირებას ევროპასა და აზიას შორის. რომ ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა არის ევროკავშირი, აზია არის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩინეთი. თუ შევხედოთ ეკონომიკურად. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. და ეს არის სწორედ ფუნქცია ხიდის და ჩვენს ოპოზიციას უნდა ჩვენ ვიყოთ ბორანი. ვისაც უნდა მე მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან რომ მეორეში გადაგვაყანინოს თავი და ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენ აქ სატელიტები ვიყოთ და ბორანის ფუნქცია გქონდეს და საიდან დაუბერავს ნიავი, მე იმის მიხედვით გადაგწიონ, ან ერთ მხარეს გადაგვიყვანონ და შეკვეთებით ვიაროთ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე. ჩვენ საქართველოსგან ვქნით ხიდს, რომელიც იქნება ხიდი ეკონომიკური ევროპასა და აზიას შორის და ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი ამ ყველაფრის. ყველა ეს პროდუქტები საიდან უნდა მოდიოდეს, რამ უნდა გაიაროს ჩვენ ტერიტორიაზე, ვისმა პროდუქტებმა უნდა გაიაროს საბოლოო ჯამში და მეორე ჩვენ ნახეთ პოლიტიკური თავდასხმები მათ შორის ამ ვიზიტებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მე თვალში მომხვდა სამოქალაქო idеის ხელმძღვანელის ქალბატონ თინათინ ხიდაშელის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ალბათ საზოგადოება დაფიქრდებოდა რომ ქალბატონი თინათინ ხიდაშელი არ არის ცნობილი მაინც და მაინც როგორც ჩინეთის დიდი ექსპერტი, ამაში განათლება მიღებული და უცებ ის წარმოგვიდგა როგორც ჩინეთის ექსპერტი, რომელიც ყველანაირად, პირდაპირ რაღაცნაირად მტრულ რიტორიკაში არის გადასული ჩინეთთან დაკავშირებით. და თუ შეხედავთ ეს ორგანიზაცია ვისგან ფინანსდება, თქვენი აღმოვაჩენთ, რომ ის პირდაპირ დაფინანსებას იღებს ტაივანის სახელმწიფოსგან. ტაივანის დემოკრატიის ფონდი არის მისი ორგანიზაციის დამფინანსებელი, არის ასევე სხვა ფონდი ტაივანის, რომელიც იღებს მისგან დაფინანსებას პირდაპირ ამ ტაივანიდან არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა გასაგები არის თუ საიდან უბერავს მისთვის ნიავი და რატომ აქვს მას
სწორედ გამორჩევა, ამიტომ მის ვებგვერდზე დევს ამ ხრივ გამჭვირვალე არის და აჩვენებს კიდევაც ამას და ეს არის ხომ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ადრე როდესაც ვამომდეთ უცხოურ გავლენებზე ქართულ პოლიტიკაში და როგორ ხდება არასამთავრობო სექტორის გამოყენება იმისთვის რომ გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ ერთი სხვი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა ანუ ეს ცალკე ისტორია აქ ალბათ თინა ხიდაშელი რამდენად არის NGO-ს წარმომადგენელი და ვიცით მისი კავშირები ლელოსთან მაგრამ აი ამ სამოქალაქო ორგანიზაცია ფინანსდება ტაივანის მხრიდან და ნუ ვიცით ჩვენ რა ეს დამოკიდებულება შესაბამისად ხედავთ რა პოლიტიკის ლობირებას ახდენს ეს NGO და როგორც ცდილობს გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე იმ დაფინანსებიდან გამომდინარე რომელიც მას აქვს ამიტომ ცალკე ისტორია რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დღეს არის დაკავებული ლობიზმით ამ თემასთან დაკავშირებით და რაღაც ანტიჩინური გარკვეულწილად ასე ვთქვათ იდეების ლობირებით და საინტერესოა ესე მე მგონი მისგან და ვინედან ის დაკავშირებული არის პარტია ლელოსთან ასევე ლელოსგანაც გავიგოთ საერთოდ ისინი აღიარებენ თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და როგორ ხედავენ ისინი ტაივანის საკითხს საინტერესო იქნება ქალბატონი თინას პასუხი ამასთან დაკავშირებით როგორ ხედავს ის ტაივანს და ის აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას ადამიანი რომელიც იყო ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმედი მაქვს გიპასუხებთ იმედი მაქვს ამასთან დაკავშირებით თუმცა კიდევ ერთხელ აი ეს არის ზუსტად ასე მოქმედებს გავლენები და ლობიზმი NGO-ების გამოყენებით საქართველოში, როდესაც ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი საერთოდ ჩინეთთან როგორც თემასთან არ ქონია, გვახსოვს ჩვენ მისი წარსული, მათ შორის NGO სექტორში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პოლიტიკაშიც და უცებ გვევლინება ჩინეთის ექსპერტად და უცებ რატომღაც ტაივანის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა საინტერესო საუბრისთვის. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო აქტუალური თემის სტუმარი, მე მაგაცინცაძე ვარ და გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით დროებით.